ოდესმე გიხსნია ეს დორიტოსში გაგიხსნა, ერთი ცალი ჩიფსი ამოგეღო, გაგესინჯა და მე გაჩერებულიყავე. ალბათ არ გიწდია, არ გამოგსვლია. ხოლო რო არ გამოგსვლია, მე დღეს როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი ქვეყანაში ელემენტარულ დონეზე დაგისხია აი ამ გემრიელობებს, საძაგლობებს და განახებ იმ манипуляციას, როგორც შეძლოს და კვების მარკეტინგის გენიოსებმა შენ რეცეპტორებზე იმოქმედეს. ой, დავიწყოთ ჩვენი ულვაშებიანი მაიმუნით. Pringlsit, რომელიც 100 გრამზე აძლევს 520 კალორიას. ეს მთლიანი შეფუთვა არის დაახლოებით 165 გრამი. ანუ საერთო ჯამში რა კალორიებსაც იღებ, არის 860 კალორია, რომელიც უმრავლესობა შენგანისთვის, რომელიც ახლა მიყურებ. შენი დღიური კალორიული ნორმის ნახევარია მასავსებს, მინიმუმ მე-3-ს მაინც ავსებს. ამიტომ იცოდე რომ პირველი კალორიულის ნაწილში ყველა ჩიფსი ახლობით აკტრიალებს და დიდი ბუმია. მაგრამ თავარი აბსურდი აქ ისაა, რომ ეს 150 კალორია შენი ორგანიზმისთვის თითქმის უჩინარია. წარმოიდგინე დღიური კალორიების ნახევარი მიიღე, შენმა ორგანიზმმა კი ვერ კი გაიგო საერთოდ რამე ჭამე. ამას ნუტრიციოლოგიაში მეგობრებო გაქრობის პირას მყოფი კალორიული სიმკვრივე ქვია. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დაუცულს რომ ჩაკმეჩ ჰაეროვანი სტრუქტურა რო აქვს და კალორიებს რომ გაძლევს შენი ორგანიზმი ფიქრობს, რომ პირშივე დამდნარი არაფერი მიუღია, სწორედ ამიტომ შეგანაგრძობ კალორიების მიღებას შენი ორგანიზმი მას ისევე ითვისებს როგორც სხვა კალორიებს და კიდევ უფრო უარესი მეტაბოლური პროცესების დამწყებია ეს ენერგია შენ ორგანიზმში, მაგრამ საბოლოოდ ამ შენ ორგანიზმს გონია რომ არაფერი მიგიღია, ამიტომ შენი 850 კალორიული ნამატი ჩება ნამატად ისე რომ შენი დანაყრება საერთოდ არ იცვლება. აი თუნდაც ეს დორიტოსი მეგობრებო რო ჩაკმეჩ და ჰაერივით ხრაშუნა როა. აი მაგიტოა ჰაერივით ხრაშუნა, მე შენს მაგიტო მეუბნები მარტო ჰაერი მას უკებსო, იმიტომ რომ ჰაერივით არის დაუცველი. კალორიული ნორმა რო გვერდზე გადავდოთ, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ყველა ჩიფს ახასიათებს, მისი გლიკემიური ინდექსია. რა უცნაური, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ჩიფსში ბევრი შაქრები დამატებული არ არის. შაქრები მაინც მოქვს, მაგრამ არა ძალიან ბევრი, შოკოლადს ვერ შეედრება, იმიტომ რომ ულტრაპროცესირებულია. მიღებულია მათ შორის კარტოფილისგან, მაგრამ ცოტა ხანში გეტყვი რომ კარტოფილის გარდა ყველაფერში ამ ჩიფსებში დამატებული პროცესირებული მიქსები, რომელიც საერთო ჯამში ნახშირწყლების კუთხით ორგანიზმის სენსიტიურობას ზრდიან, ანუ მისი გლიკემიური ინდექსი ძალიან მაღალია. შესაბამისად, აქ შენ არა მარტო კალორიებს იღებ, არამედ შენ ინსულინსაც დაგიჟებ. დიდი ოდენობით სწრაფი რაც თავარია ხრაშუნა ჩიფსის მირთმევით. ეხლა მე ამათ შემოქმედებს ვერ მოვატრიალებ შუა ვიდეოში, ამიტომ პროდუქტს მაინც გადმოვატრიალებ უკან და დაიწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მასში, როცა ისწავლი ეტიკეტის მერე ინგრედიენტების სიის კითხვას. უნდა იცოდე რომ ინგრედიენტების სიაში რაც ყველაზე დიდი ოდენობით არის წერია სიის სათავეში და შემდგომ მოყვება კლებადობის მიზკუთი. აქ ჩვენთან პირველი წერია კარტოფილი, ჩემი ლეისი, რომელიც ბავშვობის ნეტარებაა, ფეხბურთელების საყვარელი ჩიფსია. იწყება კარტოფილით, კიდე კაი. მოყვება მცენარეული ზეთები, ანუ კარტოფილის შემდგომ ყველაზე დიდი რაოდენობა მცენარეული ზეთების გამოყენებული და საინტერესო ნაწილი. აქ მაქვს სიმინდის, მაღალი ოლეური მზესუმზირა, რაფსის სხვადასხვა პროპორციებით. აი ხა სხვადასხვა პროპორციებით რასებს ზე? იმას რომ ეს კომპანია აი ამ რაფინირებულ ზეთებს ისეთი პროპორციებით იყენებს, როგორც გაუხარდება. იმას იმ ზეთს იყენებს წარმოებისთვის მეც, რომელიც იმ დროს ბაზარზე ყველაზე იაფი ღირს, ყველაზე იაფი უჯდება შენი ორგანიზმი კი ყოველ ახალ გახსნილ შეფუთვაზე ახალი ზეთების კომბინაციის გადამუშავებას იწყებს. შენი ღვიძლიც გიждდება, ვესუმზირი ზეთი მაჩვია და ეხა რაფსის ზეთი ამდენი საიდან მოვიდაო? ეს არის ჭკვიანური ჩანაფიქრი. კომპანიის მხრიდან ფასი ყოველთვის ყველაზე ნაკლები დაუჯდება, რომელი ზეთის ფასიც არ უნდა გაზრდეს. შენ კიდე გემოვნებით ამ ყველაფერს ვერ გამოვარკვევ, იმიტომ რომ ამ ჩიფსებში ზეთის გემომდე ვერც მიდიხარ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი 3 დანამატი აქვს, რომელიც შენს პირის ღრუში იწვევს აფეთქებას, გემოების რევოლუციას, რომელიც კვებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, რომ მეტი ჩიფსი შემოგტენოს. შენთვის კიდე სიამოვნების წყარო. სანამ ამ ჩემს საინტერესო 3 მნიშვნელოვან დანამატზე გადავალ, რომელსაც შენი ემულგატორების სახელით იცნობ, აქამდე მოდი ვთქვათ, ეს ზეთები რას უშვებიან შენს ორგანიზმს. ზოგადად მცენარეული ზეთები ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ნაჯერი ცხოველური ცხიმები იქნებოდა. ანუ თუ რამეს უნდა გადავაჭარბო დღიურობაში, ყოველდღიურობაში მირჩევნია კარაქს კი არა, სიმინდისზეც გადავაჭარბო. თუმცა მცენარეულ ზეთებს აქვს თავის ხარისხები. ყველა ზეთი, რომელიც აქ არის გამოყენებული, არის რაფინირებული. და ამასობაში ის წყაროები, რომელიც წავიკითხე, ეს არის მზესუმზირა, siminді, რაფსის ზეთი. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იცოდე, რომ მასში ომეგა-3-ის და ომეგა-6-ის ბალანსი, ანუ იმ ესენციური ცხიმოვანი მჟავების ბალანსი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად ჭირდება, არის დარღვეული. წარმოიდგინე, შენ სხეულში, ქალაქში ორი მთავარი ტიპი მისეირნობს, არის ომეგა-3 და ომეგა-6.
ორივე მჭირდება, თუმცა მნიშვნელოვანია რა კონცენტრაციით. როგორც წესი მეუბნებიან, რომ ჩემი წინაპრები ერთ-ერთზე კონცენტრაციით დადიოდნენ ჩემს სხეულში. ანუ ყოველ 1 ომეგა-3-ზე 1 ომეგა-6 ჩაუმეგობრდებოდა და მისეირნოდნენ. ასე ბედნიერად თავის საქმეებს აკეთებდნენ. რეალური ძალიან ჯანსაღი ბალანსი არის 3-1-თან. 3 ომეგა-6 1 ომეგა-3-თან შეწყვილებული. საშუალო ბალანსი არის 12-1-თან. ყოველ 1 ომეგა-3-ზე 12 გრამი შეგვიძლია ესეც დავუყოთ ომეგა-6 უნდა მოდიოდეს. ყველაზე მთავარი პრობლემა იწყება მაშინ, როცა დასავლურ დიეტაში ულტრაპროცესირებული დიეტების ბუმში და ესეთი რაფინირებული ზეთებით გაჯერებული პროდუქტების, რომელსაც ჩიფსის გარდა სხვა ბევრ პროდუქტშიც იპოვი მაღაზიაში ნაღიდში, ეს ბალანსი ირღვევა და ადის 3-მდე ომეგა-6-ის რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. მივდივარ სიტუაციამ, სადაც ბალანსი მაქვს 36-1-თან, ანუ 36 წილ ომეგა-6, 1 წილი ომეგა-3 მოუყვება. ყველაზე რადიკალურ შემთხვევებში ამერიკელების უმრავლესობა მიირთმევს 121-თან კომბინაციით და რაც უფრო დიდია დაშორება ომეგა-6 და ომეგა-3 შორის, წარმოიდგინე რომ იმდენჯერვე იზრდება ანთებითი პროცესებისგან მიდრეკილება ადამიანის ორგანიზმში. ამას დამატებული სიმსუქნე, ამას დამატებული ინსულინოსტატობა, ტიპი 2 დიაბეტის პრობლემები, გულსახელმო პრობლემები, სწორედ ამიტომ ვაიგივებთ არაჯანსაღ ომეგა-6 და ომეგა-3-ის ბალანსს და ზოგჯერ ჭარბის ზეთების გამოყენებას რაფინირებულის ყველაფერს ცუდთან და იცოდა რომ უმრავლესობა პროდუქტში მათ შორის ჩიფსები ამით გამორჩეულია, იმიტომ რომ კარტოფილის შემდგომ ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ზეთებია გამოყენებული, რა გრამაჟობით ამას არავინ არ გიწერს, მაგრამ შეგიძლია დაახლოებითი კალკულაციები შენ გააკეთო, რომ ძალიან ბევრია, შენი ბალანსი ომეგა-6 და ომეგა-3 შორის კიდევ უფრო ირღვევა და რა გჭირდება, მეტი ნაკლები ომეგა-6-ის მიღება, მეტი ომეგა-3-ის მიღება, ომეგა-3-ის მიიღებ ცენრეულ სამყაროდან, თხილეულ თესლეული, ამასობაში მიიღებ ზღვის პროდუქციიდან, კონკრეტულად თევზისგან. ან და მიიღებ დანამატიდან. ეხლა ვინც მიყურებ და ვიცი გაჩერდი ომეტყვი რა იცი, რამდენ კაცს ყავთ ეხლა ომეგა-3-ის ბალანსი ნორმაზე? 7 კაცს? რას ვიზამ, მეგობრებო, არ ინერვიულობთ, აქ ვარ ეხლა მე მაგისთვის რომ რაღაცები მოვაგვაროთ ცოტა ხანში ყველაფერი იქნება. ამიტომ ეხლა გავაგრძელებთ იმ 3 დანამატზე, რომელიც დანამატიც იპარება შენს რეცეპტორებში, მერე შედის შენ ტვინში და შენს ორგანიზმს ეუბნება რასაჭამ. ეგ ძალიან მაგარია, ჯიგარო გააგრძელება. აი აქ შემოდის მეგობრებო ჩვენი წმინდა სამება, რეცეპტორების მატყუარა, რომელიც როგორც წესი სპრინგში ან დორიტოსში იმალება. ეს 3 ნაერთი, რომელიც შენს რეცეპტორებს აგიჟებს, არის ნატრიუმის გლუტამატი, დინატრიუმის გუანილატი და დინატრიუმის ინოზინატი. მარტივად რო ვთქვათ, E621, E627 და E631. ეხლა უნდა მეთქვა E666. მართლა ეგრე, მეგობრებო, ეს სამეული არის ერთობლივად როგორც მატყუარა, ისევე დივერსანტი შენს რეცეპტორებში და მე თავის ტვინში. ნახე რა ხდება. შენს ენაზე არის სპეციალური რეცეპტორები T1R1 და T1R3, რომელიც სპეციფიკურად მხოლოდ უმამი გემოს, ანუ ცილის გემოს აღიქვამენ. ეს ნატრიუმის გლუტამატი E621, რომელიც შენს რეცეპტორებზე მოხვდება, ეს არის წარმოიდგინე ძლიერი გასაღები, რომელიც ჩუმად კი არ გააღებს კარს, რომელიც ჭრიალებს, ბავშვი გაიღუწესო. შეანგრევს კარს და ეს გასაღები გადატრიალებული იმისთვის, რომ აი აქ დარჩეს დარჩენილი ორი დანამატი, რომელიც არის E627 და E631, ანუ რიბონუკლეოტიდები ამ გაღებულ კლიტეს ჩარაზავენ. ფორმას შეუცვლიან იმისთვის, რომ გასაღები უკან ვეღარ გამოვიდეს და ეს გაღებული გემოს ეიფორია დარჩეს დიდი ხნით. თვითონ ეს ორი დანამატი გემონური 0 თვისება აქვს, თუმცა აი ნატრიუმის გლუტამატის გემოს რეცეპტორების აღქმას ხო აძლიერებს და დიდხანს ტოვებს გაძლიერებულს. ამიტომ ეს უმამის გემო, რომელიც სიგნალია, რომ რაღაც თითქოს ცილოვანი მოდის შენს რაციონში, მირბინავს ტვინში, მოქმედებს შენს ჰიპოთალამუსზე და გეუბნება, ეგ რასაც მაგის მიღება გააგრძელა, იმიტომ რომ თან მომწონს, თან კარგ რაღაცას აკეთებ ორგანიზმისთვისო. ნახე რა მნიშვნელოვანი მიგნებაა. ეს არის სისტემა, სადაც 1+1+1, ანუ ეს ჩემი 3 დანამატი. არ არის 3 ჯერ უფრო ძლიერი სიგნალის გამომწვევი, არამედ ექსპონენციალურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მისი მოქმედება ჩემი გემოვნების რეცეპტორებზე და იმ პროცესზე რომ მე მინდოდეს გავაგრძელო მისი მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირედია და უმრავლესობა ადამიანები კვლევებით ვარაუდობენ, რომ მთავარი პრობლემა ამ პროდუქტებში არა რაღაცა ნარკოტიკული მინარევია, რომელიც მასზე დამოკიდებულს ხსნის, არამედ არის თვითონ მათი გადამუშავების სახე. უნდა იცოდე, რომ ესეთი ჩართულობები ზოგადად კულინარიაში და კვების
ინდუსტრიაში გამოიყენება, რომ წარმოებელმა კიდევ უფრო დიდხანს დაკტოვოს თავის პროდუქტთან. თუმცა ადამიანს არ შეუძლია თავის კონტროლი მხოლოდ ამ 3 ჯოჯოხეთური მოლეკულის გამო? არა. ეხლა მივადგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილს, რატომ ასოცირდება ულტრაპროცესირებული, გადამუშავებული პროდუქტები ჯანმრთელობის გაუარესებასთან, წონის მატებასთან, ტიპი 2 დიაბეტთან, ინსულინ რეზისტენტობასთან და გაგეცინება და აქ არ არსებობს არც ერთი ისეთი ნივთიერება, რომელიც ადამიანს მასზე პირდაპირ მნიშვნელობით ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას გაუჩენდა. ხო? არც ერთი მსგავსი ულტრაპროცესირებული პროდუქტი, რაც არ უნდა ხსმენოდეს და ულტრა განათლებული ადამიანები გეუბნებოდნენ, რომ მაგაში საწამლავებია, რომელიც ნარკოტიკივით მოქმედებს. ესეთ კვლევებით ამტკიცებული არ გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გინდება, რომ გააგრძელო მათი მიღება, არის ის, რომ ჰიპერგემრიელია და ჰიპერგემრიელობის ფაქტორს აღწევენ სწორედ ერთ-ერთი იმ ჭკვიანური ბრჭყალებში კომბინაციებით, რომელიც წეგან მოგიყავი. რა ხდება ულტრაპროცესირებულ პროდუქტებში? ულტრაპროცესირებულ პროდუქტებში როგორც წესი მაქვს მაღალი კალორიული ღირებულება, ანუ რამდენი ენერგეტიკული ღირებულებას მაძლევს პროდუქტი და მაქვს დაბალი კვებითი ან ნუტრიენტული ღირებულება. ამასობაში ამას დამატებული ის ფაქტორი, რომ დიდი ალბათობით ეს დალოცვილი ჰიპერგემრიელია. უმრავლესობა მსგავს ულტრაპროცესირებულ პროდუქტში ნახულობ ჩაქარს, შენ გონი აქაც არ ნახულობ ჩაქარს, დააკვირდი პრინგლზე გადმოაწიალ და ინახავ როგორ ჩაქარი, ისევ მალტოდექსტრინია შენი გარეული. აი ეს 3 კომბინაცია და ჩემი ქცევითი ადაპტაცია, რომ ეს დალოცვილი ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია, მაიძულებს ვის სიამოვნო და თან გავაგრძელო სიამოვნების მიღება ისე, რომ ნაკლებად დავნახდე, იმიტომ რომ ნუტრიენტული ღირებულება საკმაოდ დაბალია. აი ეს მთლიანი პროცესი არის ყველაზე დამნაშავე ულტრაპროცესირებულ პროდუქტებში. იმიტომ ულტრაპროცესირებული პროდუქტი ესეთი მარტივი სათქმელია, რომ აუცილებლად არაჯანსაღი იქნება. ულტრაპროცესირებული პროდუქტია შენთვის საყვარელი მაღალცილოვანი, დაბალცხიმოვანი პროტეინის იოგურტი. რა, შეგვიძლია ერთმანეთს 2 ულტრაპროცესირებული პროდუქტი, პროტეინის დესერტი და ჩიპსი ერთმანეთს შევადაროთ სიჯანსაღით? არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ იცოდე, რომ ყველაფერი აი ამ დეტალებში იშლება, რომ საქმე ნუტრიციოლოგიას მიდგება და შენ თუ მართლა მტკიცებულობაზე დაფუძნებული ფაქტები გაინტერესებს, მაშინ აქ ვარ ჩვენ და აქ არის ეს მინი კურსი, რომელსაც რომ დაასკანერებ, მე ვიდეოს ბოლოს გეტყვი რა უნდა გააკეთო. აი, ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ ჩიპსებს და ვთქვათ რა განვიხილოთ. 1 ძალიან მაღალ კალორიულია, ესო ხერი მთლიანი შეკვრა შენი კალორიული საჭიროების 9 ან 1/3-ია. მეორე, მასში ძალიან დიდი ოდენობით არის გამოყენებული რაფინირებული ზეთები, რომელიც შენი ომეგა-3 და ომეგა-6-ის ბალანსს რევს და მესამე, ისეთ ნაერთები აქვს სამეული, რომელიც ჩემ გემოვნების რეცეპტორს და მე ჰიპოთალამუსს აგიჟებს და მაიძულებს გავაგრძელო მისი მიღება. მესამე არა და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნუტრიენტულად ჩიპსებში უნდა იცოდე, რითიც ის გაზიანებს, არის მარილების შემცველობა. ეს მთლიანი შეფუთვა 100 გრამზე მოგცემს დაახლოებით 1.4 გრამ მარილს, რომელიც მთლიან შეფუთვაზე რო გადავამრავლოთ, მოგცემს დაახლოებით 2 გრამ მარილამდე, რომელიც შენი დღიური საჭიროების დაახლოებით 9-ვარია. WHO და მსოფლიო ორგანიზაციები მეაჯებიან, რომ 5 გრამზე მეტი მარილი არ მივიღო დღის განმავლობაში. თუმცა საქართველოში ჩემი სტატისტიკით მარილების მიღებასაც ვაჭარბებთ, რომელიც მე გულსის დახვთა სისტემის დაავადებების გამწვავების ერთ-ერთი წინაპირობა ხდება ნუტრიენტულად, რაც შემიძლია დავაშავო. ქართველებს ხო გვიყვარს ყველაფრის გადაბეტება, მათ შორის მარილსაც ვამეტებთ ხოლმე. ხო, ყველაფერი ბევრი უნდა იყოს. ბავშვს მარილით და შაქრით გაჭყეპილი სადილ უნდა მივორთო, იმიტომ რომ ცოდოა, ბებო, ცოდოა, ჭამოს. ეს ხუმრობით და იცოდე, რომ რეალურად მარილის მოხმარებას რო გიგრძელებენ ჯანსაღყვების გადმოსვლაზე. სრული აბსურდია, მარილები გჭირდება. ოღონდ სწორი რაოდენობით. ძალიან იშვიათად მინახავს ჯანსაღყვებზე მყოფი ადამიანი, რომელიც მწიკ მარილს უყეთებს გემოვნებისთვის და ამით გადაეჭარბებინოს მარილების საჭიროება. 5 გრამ მარილები დაახლოებით 1 ჩაის ყოვზია. ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც ადამიანები დღეს მარილებში ვაჭარბებთ, არის ულტრაპროცესირებული პროდუქტების მაღალი მოხმარება და დაფარული მარილები, რომელსაც არ ველი. მაგალითად, პუჩი რა უხრობა უნდა მარილს, შენ მიკითხავ, მაშინ როცა ერთი დიდი ბუხანკა პური შეგივსებს მთლიანი მარილის საჭიროებას. ამიტომ უნდა არჩიო ისეთი პროდუქტები, რომელიც მარილის ადეკვატურ რაოდენობას გადავს და ჩიპსები მარილებით საკმაოდ გამორჩეულია. დღესდღეობით ჭარბი მარილების მიღება ის აუცილებლად იმოქმედებს შენ ორგანიზმში სითხის ბალანსზე, როგორც ეს გამოიწვევს სითხის შეკავებას, ეს გამოიწვევს შენი სისხლის მასის გაზრდას და მოცულობის გაზრდას, რომელიც თუ გულსახსოვრის დაავადების პრობლემები გაქვს, თუ გაქვს მაღალი არტერიული წნევა, ამ პრობლემებს კიდევ უფრო მეტად გაართულებს. ამიტომ ჯანსაღყვების პრინციპებში მარილი გემოვნებით სახლში გამოყენებისას და ვაკვირდებით დიდი რაოდენობით მარილებს ესეთი
ჯადოქრობა ულტრაპროცესირებული პროდუქტებისგან, რომელსაც მაღაზიაში ვიღებ. ეხლა გადავიდეთ მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორს, რომელიც ჩიპსებში უნდა აკონტროლო. ეს არის საღებავები. არ გაგიჩნდა კითხვა წითელ პაპრიკის წიწაკაში ან არ ვიცი ლეისში, ყველიან ლეისში ხელი რო ჩაყავი, უკანა მოიღე და ილოკე და მაინც არ მოგშორდა ეს ფერი, მე შარვალზე შეიწმინდა და შარვალიც აღარ ირეცხება. რა აქვს ეგეთი ჯადოქრობა გაკეთებული? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილსა საღებავებში, red 40 ან წითელი 40 და ყვითელი 5, yellow 5 ან ყვითელი 6. ესეთი სახელის მქონე საღებავები, რომელსაც იძახიან, რომ ნავთობის პროდუქტებზე მზადდება, თუმცა ამის მტკიცებულებები მე არ მაქვს, ამიტომ ვერ გეტყვი. ნამდვილად დაკავშირებულია ძალიან ბევრ პრობლემასთან, მათ შორის ბავშვებისთვის, რომელსაც ხშირად უწოდებთ მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითებას, ჰიპერაქტიულობას, რომელიც ზრდასრულობზეც მოქმედებს, ოღონდ შედარებით მცირედი გამოვლინებით. ეს არის ისეთი ორი ნუტრიენტი, რომელიც როგორც წესი ევროპის მასშტაბით აკრძალულია, ამერიკაში დაშვებულია, თუმცა 25 წელს დაიწყეს ამ მიმართულებით ბრძოლა. უნდა გადმოატრიალოთ, წაიკითხო ეტიკეტი ახლა ჩვენს არ ვიცი ლეისში მაგალითად, რომელიც არის წიწაკის, აქ ვნახავთ, რომ გამოყენებულია არა საღებავები, არამედ გამოყენებულია ექსტრაქტი, ხო, წიწაკის, წითელი წიწაკის ექსტრაქტი. ანუ ეს მეუბნება, რომ მსგავს საღებავები გამოყენებული არ მოხდა გაუმარჯოს ღმერთმა. ამ ორ საღებავს მიაქცია ყურადღება, თუ რამე ვიცით, რომ აი ამ ჯადოქრობებიდან, რაც უკან მინერავებია საზიანოა, სწორედ ეგ არის და კიდე რა ვიცი, მაინც ამერიკიდან გამოწერილი დორიტოსი არ ჭამო. მოკლედ, მეგობრებო, საერთო შეფასება ესეთია, ჩიპსი არის საკვები, ეს არის ბიოქიმიური გასართობი და რუსული რულეტკა შენი ჯანმრთელობის თუ მაინც ჭამდა დილაფტობით შეჭამ ეს სამი რაღაც მაინც გაითვალისწინე. პირველი, დახედე ეტიკეტს. რაც უფრო მეტი კარტოფილია ამ პროდუქტში, მით უფრო მაღალი იქნება ხარისხი. რაც უფრო პატარა ინგრედიენტების სია, მით უფრო უკეთესი შენთვის შეადარე ლეისი და პრინქსი ერთმანეთს. და ნახავ მე რომ ჩემი ქართული ნაწარმი ფრიქსი დაახლოებით 50%-მდე შეიცავს კარტოფილს, 65% შეიცავს კარტოფილს, მაშინ როცა ლეისი და მისნაირებში 30-40%-ია რეალურად კარტოფილის შემცველობა, ანუ ყველაზე კარტოფილთან მოახლოებული ფრიქსი ყოფილა. ამასობაში უნდა დააკვირდე იმ სამ მინარევს, აი ამ სახელით რომ იწყება, რომელიც ჩემი ტვინში და რეცეპტორებში იწყებენ სრულ გადატრიალებას და მესამე, თუ დაიწყებ მიღებას, ჩემი რჩევა იქნება იყიდე გემოს გარეშე ჩიპსი. ნახავ, მასი მარილიანობა გესიამონება, მაგრამ აი აქ უფრო მარტივი იქნება გაჩერება, ვიდრე წიწაკის და ყველის ჯადოსნური გემოების მქონე ჩიპსში. ამასობაში ხელების არ დაგიბინძურდება და შეგიძლია ბედნიერად გააგრძელოს შენი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე. მაგრამ სანამ მაგას და მე ხა შენი წიწაკიანი ხელი მოკიდე ტელეფონს, იმიტომ რომ ეს QR კოდი უნდა დაასკანერო. ყველაფერი ჩიპსზე მოგიყევი და მაგის მიღმა რა ნეგატიური ზეგავლენები შეიძლება გქონდეს ზეთებს ომეგა-3 და ომეგა-6 შორის დარღვეულ ბალანსს და ამ მინერალებს და გვხვდება მინი კურსში, რაც აქ ვერ მოგიყევი. სამეცნიერო ბექგრაუნდი თუ გაინტერესებს, დაასკანერე ეს QR კოდი, ან ნახე ლინკი აღწერაში, გადმოხვალ, შეავსებ ფორმას, დაიკავშირდებით, შემოგიყვანთ მინი კურსების სერია, სადაც აი ეს ჩიპსების და სხვა ბევრი მინი კურსი და გვხვდება, რომელიც აუცილებლად გეხმარება ჯანმრთელობის გზაზე. აბა შენიცი, ეხლა ფრიქსი ხომ არის რეკლამასავით გამოგვივიდა და არა და ძალიან გემოვიდა. ამის დედაც კიდე დაწერენ რეკლამაო და გავგიზდები, აღარ შემილია, ქემაინ ჩამირიცხეთ 0100 500 0505